მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი წარმატებული მკურნალობის შესახებ. კლინიკაში შემოვიდა ქალბატონი 45 წლის ხერხემლის თიაქრის რეციდივის ფორმით. კერძოდ, მან 1 წლის უკან გაიკეთა ოპერაცია წელის მეხუთე მალთაშორის დისკზე, რის შემდეგ განუვითარდა ძლიერი ტკივილი წელის არეში, გადაიღო წელის MRT ხელმეორედ და დაუფიქსირდა თიაქრის რეციდივი სეკვესტრირებული ფორმით. მან უარი განაცხადა განმეორებით ოპერაციაზე და მოგმართა ჩვენ. ჩვენ კი დავიწყეთ ხერხემლის თიაქრის მკურნალობა რეზორბციის პროგრამით და შედეგიც მივიღეთ. მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა, ტკივილი და დაჭიმულობა ქვემო კიდურში გაქრა. ეხლა კი გაჩვენებთ MRT სლაიდებს, თუ რა იყო მკურნალობის დასაწყისში და რა სურათი დაფიქსირდა მკურნალობის შემდეგ. მკურნალობის დასაწყისში ფიქსირდებოდა წელის მეხუთე მალთაშორისი დისკის დიდი სეკვესტრირებული თიაქარი. ეს კი მკურნალობის შედეგი. ხერხემლის თიაქარი შეხორცდა, ანუ განიცადა რეზორბცია. ეს იყო, ეს არის. ამიტომ იცოდეთ, ხერხემლის თიაქარი განაჩენი არ არის. ის კვალიფიციური მკურნალობით განიცდის რეზორბციას, ანუ ხორცდება.